აბა, ძირფასო ექიმებო, ვისაუბროთ თემაზე, რომელიც საერთოდ ერთმანეთთან არ მოდის არანაირ თანხმდრაში, მაგრამ ზოგჯერ მოდის. ესე იგი, საჭე და ტელეფონი. რა თქმა უნდა, ეს ორი რამ საერთოდ არ უნდა იყოს არანაირ თანხმდრაში, თუმცა აღიაროთ ის, რომ ზოგჯერ ხდება ისე, რომ მართლაც ემთხვევა ერთმანეთს მანქანის წარება და ტელეფონის გამოყენება. ზოგ სიტუაციაში ჩვენც კი გამოგვიყენებია ხოლმე, ესეც უნდა ვაღიაროთ. ლევან, შენ არ ატარებ მანქანას და ამ შემთხვევაში ძალიან კარგ სიტუაციაში ხარ. ეზორა სიტყვის ხარ მათ. იშვიათად ვიყენებ, კი, მაგრამ არიან ადამიანები, მაგრამ მეგეთყვი ფაქტორებს ის დროსაც შეიძლება იყენებ და ალბათ ჩვენს დამეთანხმებით, თუმცა ჯერ მოვიყვან მაგალითად ჟურნალ Forbes-ის გამოკითხვას, სადაც ირკვევა, რომ ახალგაზრდები მანქანასთან გატარებული დროის 21%-ს სწორედაც რომ ტელეფონით ხელში ატარებენ და თან ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდებში ახლა მოიაზრებენ უფრო თინეიჯერები და თინეიჯერობასთან ახლოს მყოფი ასაკობრივი ჯგუფი, რომლებიც ნამდვილად აღიარებენ, რომ მანქანასთან გატარებული დროის მე-5-ს ატარებენ ტელეფონით ხელში. მართალი ხარ თიკა, თუმცა ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მარტო ახალგაზრდები არ ცოდავენ, ანუ სხვა ასაკის კი, და ხა თქვა ჩვენი ცოდვებით. ადამიანებიც ხმარობენ მართვისას ტელეფონს. აი რომ ჩაჯდები, ხო, ანუ რომ მისამართი არ იცი და რომ მიხვიდე Google-ით რუკას იყენებ და ამას პარალელურად აკეთებ. გაგიკეთებია? კი, როგორ არ გამიკეთებია. ნუ მონიტორიც არსებობს, მასე მაგ ლოგიკას რომ მიყვე, მონიტორსაც არ უნდა შეხედა, ხო? ანუ GPS. ხო, მაგრამ ნახე, შეხედვა ერთია, მაგრამ თან ჩავწერე მისამართი, რად მივიდიოდი. ეხლა ნახე, ეს უფრო მოკლე გზა ხო არ არის და ის ხო არ მიმიყვანს იქ უფრო მოკლე. კიდე მაგალითად მიიღე უცებ ტექსტური შეეტყობინება. ნაშვები? გახსნი. არა? მე ეგეთ რაღაც ვსაუბრობ, აი კიდე ერთხელ შემაგალიც გეტყვი. ანუ მიდის მანქანა, ესე საჭესთან ხელი აქვს და ქვემოთ ესე იყურებიან მესიჯობენ. რანაირად ახერხებენ? მისმის რომ პერიფერული და აღარ მოუყვები ვიდეო კონტენტის შექმნაზე და საჭესთან. ეგ ცალკე თემაა და ჩემი დაწყებულია. შენ ბრალი ყოფიო. ჩემი დაწყებულია. კი ბატონო, დილით. მაგრამ იცი რა დილით გწერ შენ და გონი დილით ხალხი რო არ არის, მაინც უსაფრთხოდ ხარ. თიკა ხშირად დავდივარ ტაქსი და წარმომიდგენია რომ სკროლავს, TikTok-ს უყურებს, Facebook-ზე შედის და ასე შემდეგ. ჩვენ ჩვენი ცუდი საქციელები საჭესთან და ამ კვლევის მონაწილეებიც აღიარებენ. როგორ უსაფრთხო გარემოში ვზივართ გესმით? საშინელში მართლა და მოდი კარგია რომ ვსაუბრობთ ამაზე ხმა, მაგრამ დავინახოთ, გავიაზროთ. ზოგჯერ მიფიქრე რომ წამია ის რაღაცა, წამი. ზოგჯერ ისიც მიფიქრე რომ აცემინებ ხო ავტომატურად თვალს ხუჭავ. ესეც კი შეიძლება საფრთხე იყოს და ახლა მოკლე ტექსტურ შეტყობინებას რო ვკითხულობ. ხმოვანი შეიძლება? ხმოვანი ჩაწერა? კი, მაგრამ მე მაგას გაგზავნის დროს ხომ ჩახედა. უკვე თითი ავტომატურად პოულობს. ნუ არ ვიცი, არ არის. თიკა დამეთანხმები რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ზრდის ავტოავარიების რისკს. ჩემ მაგალითი მინდა მოგიყვანო 37 წელიწადში გადავწყვიტე ტარება დამეწყე და ჩავაბარე. თვის მოწმობა ავიღე და ერდილით პირველი იყო რომ წავალ სამსახურში, მივედი ყაზბეგიდან გაგარინამდე და დავითვალე რომ დაახლოებით 17-ჯერ დამირეკა ტელეფონმა. მერე ვიღაცამ წინ მომისიგნალად, მერე ვიღაცამ გამარჯვებაში. არა. მივხვდი რომ არ უნდა გამეგრძელებია გაგარინის სიკეთე და გადაუხვიე, დავტოვე მაღაზიაში, დაუტოვე გასაღები და ეს იყო ჩემი გადაჯექი ტაქსი. გადაჯექი ტაქსი ბოლო და უკანასკნელი, დღე პირველი, დღე უკანასკნელი. ჩემი ტარების. ხო და ნახე შენ მარტო შემოსულმას არ მაგაგაღი ზიანა, უბრალოდ მიგახვედა რომ შენი ადგილი საჭესთან არ არის ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე. თუმცა ეს ჩვენი გამოკითხულები ყვებიან რომ სხვადასხვა კონტენტსაც ეცნობიან ხოლმე ტარების პროცესში და უფრო ირთობენ თავს და გზაც უფრო უმტკივნეულოა მათთვის და უფრო გასართობს ხდიან ასევე ზოგი ამბობს რომ იფხიზლებს კიდევაც თავს და უშუალოდ აი ამ მოკლე ტექსტური შეტყობი რაღაც არ ვიცი სკროლვით თუ რაღაცით იფხიზლებს ხოლმე თავს თუმცა მეტნაკლებად მაინც აცნობიერებენ რომ საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ თავს ასევე გარშემო მყოფებს მანქანა იქნება თუ ეს ქვეითი მაინც ამას აღიარებენ მაგრამ იცი რას ამბობენ რომ ისაო
ჩვენი ყველა თანატოლიო ასე იქცევაო და ვითომ ის არის ნორმირებული ერთგვარად. კარგი არის მეორეს მხრივ რომ აცნობიერებენ შენ როგორც თქვი რომ საფრთხის შემცველია, მაგრამ სოფლიო სტატისტიკის თანახმად სამწუხაროდ დღეში 9 ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მათ შორის უმეტესობა გახლავთ ბავშვები და თინეიჯერები. და ტელეფონი არის ამაში დამნაშავე. ნუ ტელეფონი მეტწილად ყველაფერი ნებისმიერი რამ რომლის დროსაც გადაგვაქვს ჩვენ სხვა რამეზე ყურადღება. დასჭადია ტელეფონის გამოყენება ტარები. როგორ ხო და აი სწორედ მაგას გეტყვი, ეს ქვეყნების უმრავლესობაში იგზალება არა მხოლოდ საჭესთან ტელეფონზე საუბარი, არამედ ნებისმიერი ფორმით ტელეფონის ხმარება და გამოყენება. კარგი. მოგეთ ყურადღება არ უნდა გადავიტანოთ ტარების დროს ნებისმიერ რამ, რაც არ უნდა გამოცდილები იყვნენ ძღოლები. რა ხდება საქართველოში ამ თვალსაზრისით? შეგვიძლია გავარკვიოთ მაქვს კონკრეტული ციფრები, რომელზეც ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე შემოვიწევთ სტუმარს და მისი ამბავით მოვისმინოთ. ჩვენთან დღეს მოვიდა სტუმრად მომღერალი ნათია დუმბაცი. ფეხით მოსიარი მოგესალმებით. მოგესალმები. გამარჯობა. გამარჯობა. ქართული წყალი მინდა შემოგთავაზო. წყალი მთის 0% ბრომატი, წყალი მთის იცხოვრეს სრულყოფილად. ეხლა სრულყოფილი და გადასარევი მძღოლები რო ვართ, ის უნდა მოვყვეთ ნათია, მოვყევი. ეხლა რამდენი ხანია ზიხარ საჭესთან? 21 წლიდან. სტაჟიანი მძღოლი ხარ? კი, სტაჟიანი მძღოლი ვარ. და როგორი ხარ? აი როგორ შეაფასებდი შენ? იცი რა არის აღნიშნავენ ხოლმე ჩემი მეგობრები ამას, რომ ესე მშვიდად, წყნარად და კარგად ვატარებ და რა არ მიყვარს. აი რა არ მიყვარს. შუქნიშანზე რო ვდგავარ და აინთო და ხონდა დაბაჭირო რა. გაზის და უკნიდან რო სიგნალზე. აი ეს ყველაზე მეტად მაღიზია. მე არ ვაკეთებ ამას. და ძალიან ხშირად ეგ რატო ხდება? იცინათია რომ წინ დგანა და არ ვიძვრიან ტელეფონში იყურე. ტელეფონში იყურე. აი ეგრევე ხვდები. ძალიან ცუდი. მეც მიგზვნია უკნიდან სიგნალის ხმა და შეუხსენებიათ რომ მწვანე აინთო ქალბატონო წაბზანდითო და წაბზანებულ ვარ. რომ სიგნალებენ ტელეფონს არ სკროლავ მაშინ? უკანია ხე შემთხვევები რა თქმა უნდა. სკროლვა არა, მაგრამ უფრო საქმეები რა, უფრო რაღაცა გადარეკე, გადმორეკე. ხანდახან მუხლებით მიტარებს. ნათია წამოყავიდეთ მე და შენ. ყოფილა ეს შემთხვევა მაპატია. არ დამიჯეროთ, არ მომისმინოთ, მაგრამ კი, აი მუხლებით, ერთი ხელი რო არ ყოფნის და უკვე ორზე. ანუ შენ შემთხვევაში საჭედა ტელეფონი ეს ძალიან იშვიათად. თუ რაღაცა ისეთი საქმეა, რომ ვერ ვთიშავ ტელეფონს, ან რაღაცა მსგავსი სიტუაცია. ყენოთ ხომ ისე მეშლება თან ნერვები. ნახე შორიდან. მე ვიყიდე ის გარეთ თვალით რომ ხედავ საშინელი. ტელეფონის დასადები იქ რა თქმა უნდა ის ჩამაგრებული მაქვს, კი. კი. მაგრამ აი რაღაც მაინც კონტაქტი რო გინდა ხელში უნდა გეჭირო. ის რა მაინტერესებს? არ შეიძლება მე ვუყვებოდე ტელეფონს და ის კრებდეს მაგრამ მოკლედ ტექსტო ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია. რატო არ იცოდი მე? მე მგონი ხო რაღაც სოციალურ ქსელებს რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, იმათ არა აქვს. აი ქონია რამე ინციდენტი მანქანასთან დაკავშირებული? კი, საშინელი. უნდა მოვყვე. აბა რისთვის ხარ ჩვენთან? ძალიან ცუდი ინციდენტი. და ამას რომ მოვყვები, ძალიან ბევრ ადამიანს მე შეეშინდება და კარგი იქნება და მე მგონი უნდა მოვყვე. მქონდა ერთი ესეთი შემთხვევა. ვიჯექი საჭესთან და ნუ ტელეფონზე საუბრობდი რა და იმდენად გავერთე ამ საუბრის დროს რომ წინ ყოფ მანქანას მივეჯახე. ოდისე მივეჯახე რომ მე აი არ ვიცი ნახევარი არ მახსოვს. მუხლიც მოვიტეხე. კი, აი ესეთი ავარია მქონდა, ოღონდ ცხოვრებაში ერთადერთი. მოიცა მუხლით რო ატარებდი ის დღე იყო? აბა როგორ მოიტეხე მუხლი? ხო, ნუ ესე რაღაცა შემოვიდა? საჭეს ესე ზემოთ ესე შევარტყი და მუხლი მოვიტეხე. მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო რომ აი მე ხო არის რომ აბა გადმოვდივართ მანქანიდან და იწება საქმეების გარჩევა. ხო, მე ჯერ ვერ ვგრძნობ რომ ძალიან ცუდად ვარ და გადმოდის მეორე მანქანის მეპატრონე და ესე ვლაპარაკობთ ხა რაღაცა სასწრაფო მოვიდა იმიტომ რომ მე უკვე გული მიმდის ისე ცუდად ვარ და ვისაც დაეჯახა ჩემი ბრალი იყო რა თქმა უნდა იყო ჩემი ბრალი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ვერც სიჩქარე ვეღარ გავაკონტროლე იმდენად შესული ვიყავი უკვე ამ საუბარში რომ ვერაფერი ვერ გავაკონტროლე და
ნუ მოკლედ მივიღე. ამაღელვებელი საუბარი იყო რამე? არა, ეს ლაპარაკობთ და მე აღმოჩნდა, რომ როგორ ვეჯახები ეს ვიდეო ბიჭს აქვს გადაღებული ტელეფონით. იმიტომ რომ თვითონ ეჭირა ტელეფონი. ვისაც დაეჯახე იმას. კი, ოღონ იმ დროს კი არა, მეორე დღეს გავარკვიეთ ეს ისტორია. და ვიდეო გამომიგზავნა. აი ესე ხო ეჭირა, ესე ეჭირა რა სელფი რომ მოატრიალებ. აი ესე ეჭირა და რაღაცას იღებდა მეგობარს უგზავნიდა და უცებ უკნიდან მე ვეჯახე. საჭესთან ვინც. ანუ ორი ტელეფონიანი ერთად დავეჯახე. დაიცი რომ შენი ბრალი იყო. იქნები. არა ჩემი ბრალი იყო. მანქანა და მეორე დღეს ეგ ვიდეო გაუგზავნა. აი ესეთი ცუდი ისტორია მოვყევი მოკლედ თან. მოდი მთავარ შეკითხვას დაგისმე. აბა ამ ინციდენტის მერე ამ როგორ არის შენი ტელეფონისადმი დამოკიდებული? თორე მუხლი არ გვაინტერესებს. ეკიმებს. მართლა ვისწავლე ჭკუა და ყველას ამას ვურჩებ, რომ საჭესთან ტელეფონი არაბითარ შემთხვევაში აი წამში ხდება ყველაფერი, წამში. ისე გადადის კი. წამი და შენ მართლა დამფრთხილად ვარ და იმას ვიყენებ რა მაგალითად ტელეფონის დასადებს და ძირითადად მაინც თვალი არ გაგეცეს. ხო, თვალიც გაგცემ. მე მანქანა დიდხანს რო უყურებ ხოლმე, იქ ეკრანზე დიდად მიწერს, აბა წინ გაიხედა. ხო. ეს ფუნქციაც დავამატებენ მანქანის წარმოებლები, რომ ცოტა გამოაფხიზო მძღოლი. ეხლა მე მოვიყვან საქართველოს სტატისტიკას. ამ შემთხვევაში ჯერ პირველი განვიხილოთ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისი სტატისტიკა იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში დაფიქსირებულია 28676 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. ეს არის პატარ-პატარა ავარიები. აი შენ როგორიც მოგივიდა დაახლოებით ესეთი. ნუ შენ კი დაზარალდი, მაგრამ არ ვიცი, ავტომობილებიც ძალიან დაზარალდა. ყოველ შემთხვევაში არავინ არ დაშავებულა. შენი მუხლი დაშავდა მხოლოდ. ჩემი მუხლი და ჩემი ჯანმრთელობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ. კი, ეხლა უკვე ცოტა უფრო ცუდი ამბებით მიმოვიხილოთ, ესე იგი რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად 2025 წლის იანვრის მონაცემებია ივნისის ჩათვლით 2860 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ გარდაცვლილია 216 ადამიანი ამ შემთხვევებიდან და 3816 ადამიანი არის დაშავებული. 216 გარდაცვლილიდან 79 არის ქვეითად მოსიარულე და ამ 3816 დაშავებულიდან 819 ქვეითია. ანუ ქვეითებს ხით მოსიარულე. ხო, ეს კიდე უფრო საგზიგიშე. თუმცა ჩვენ Forbes-ის სტატისტიკას ცოტა ავწდით ასაკობრივი ჯგუფის თვალსაზრისით, ძირითადად ვისაც მოსდის ეს ავტოსაგზაო შემთხვევები 26-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. ანუ საკმაოდ ზრდასრული მოსახლეობის ხვედრი აღმოჩნდა ამ შემთხვევაში ეს სტატისტიკა. რომ გავიაზრებთ იმას, რომ ამ სტატისტიკის უკან რეალური ადამიანები არიან, ანუ ადამიანები არიან, ციფრები არ არის, ციფრების უკან არიან ადამიანები, მათი ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე და მართლა რაღაცა ამ ყოველდღიურობაში, ამ რაღაც იმაში თითქოს გამოვდივართ რეალური შეგრძნებებიდან, რა საფრთხე შეპატარებთ ეს ადამიანის საჭესთან უბრალოდ. ისედაც ხო ნებისმიერ შემთხვევაში და ახლა კიდე ტელეფონით ხეს საერთოდ ვფიქრობ, რომ არც ამოვიღებ ჩანთიდან თქვა დღეს ამ ჭკუაზე მომიყვანა ამ საუბარმა, ასე ვთქვათ, თავარია მალე არ დაგავიწყდა. ნათია, მადლობა, შენ რომ გაგვიწერე შენი ამბავი. რთულია სხვის შემთხვევებზე რაღაცების სწავლა, მოდი ვაღიაროთ, მაგრამ საკუთარ შემთხვევებს მოდით საერთოდ ავარიდოთ თავი და რაც თავარია, ალბათ ბავშვები არიან ისინი, ვინც მაგალითით ხელმძღვანელობენ და ეს მაგალითი ჩვენ ცუდი მაგალითი ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად არ უნდა მივცეთ. მადლობა, უსაფრთხო გზავრობა ყველას, მეტი გონიერება ალბათ და მეტი გააზრება იმისა, რომ ტელეფონი რომელიც რაღაც შეიძლება იმ წამს ძალიან გემნიშნელოვანებოდეს ის რაღაც შეტყობი რომ ის გაგზავნა, მაგრამ ის 5 წუთში გაკეთებაც შესაძლებელია, მთავარია დავაზღვიოთ საკუთარი სხვისი სიცოცხლეც. აბა მადლობა ნათია, წარმატებები შენ. მანქანით მიდიხარ აქედან? ხო? ხო. უსაფრთხო გზავრობა.